ჩეხეთის რესპუბლიკაში უპრეცედენტო პროექტის ფარგლებში ახალბედა დედებს ფსიქოლოგიურ და სოციალურ დახმარებას უწევენ, რათა მათ დაძლიონ მშობიარობის შემდგომი პრობლემები. იქნება ეს ჩვილის კვება, დეპრესია, ოჯახური ძალადობა თუ სხვა რამ. დახმარება ტაბლეტში განთავსებული კითხვარით იწყება, რომელსაც მშობიარობიდან 1 ან 2 დღის შემდეგ პაციენტს ექთანი გადასცემს. თუ პაციენტს მიაჩნია, რომ ცხოვრების ამ ეტაპის გავლისთვის პროფესიონალების დახმარება სჭირდება, შეუძლია ეს დახმარება მიიღოს. ამ ქალს შესთავაზეს 12 პუნქტიანი კითხვარი შევსება, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია პაციენტის მენტალური ჯანმრთელობის მდგომარეობის განსაზღვრა. კითხვარის გაგზავნიდან 3 წუთის შემდეგ ბენეფიციარი ელექტრონული პოსტით მიიღებს შეფასებას. ამავდროულად მას უგზავნიან ფსიქოლოგის ან ფსიქიატრის ტელეფონის ნომერსა და ელექტრონული პოსტის მისამართს. პრაღის უნივერსიტეტის საავადმყოფოში უკვე 6 წელია სამშობიარო პალატებში დედების ფსიქოლოგიური მდგომარეობის მონიტორინგს აწარმოებენ. კითხვარი, რომელიც ფსიქოლოგიური რისკების მქონე ოჯახების ადრეული დახმარების პროექტის ფარგლებში შეადგინეს, 23,000-ზე მეტმა ქალმა შეავსო. მათ შორის ლუკასის დედამაც და აქედან 18% დათანხმდა მიიღო ფსიქოლოგიური ან სოციალური დახმარება. კითხვებს მისვამენ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ვგრძნობ თავს, რა განცდები დამეუფლა მშობიარობის შემდეგ ან თავად მშობიარობის დროს. თავს რამდენად კარგად ვგრძნობ ახლა, რამე პრობლემა ხომ არ მაქვს და ხომ არ მჭირდება რაიმე რჩევა ან დახმარება. ამ პროექტის მთლიანი ბიუჯეტი 97,000 ევროზე მეტია, რომელიც სრულიად დააფინანსეს ევროკავშირის რეგიონული განვითარების პოლიტიკის ფარგლებში. ჩეხეთის რესპუბლიკაში უკვე 37 პალატაა ჩართული ამ პროგრამაში. ასეთი პროგრამის დაწყების იდეა მენტალური ჯანმრთელობის ეროვნულ ინსტიტუტში გაჩნდა. მონიტორინგის მსურველ ქალებს 4 უფასო კონსულტაციას თავაზობენ ადელას მსგავს პროფესიონალებთან. მაინც რატომ ითხოვენ ქალები კონსულტაციას? როგორც წესი დახმარება სჭირდება ძუძუთი კვების ან მშობიარობის საკითხებზე. ზოგჯერ ფინანსური პრობლემებიც აქვთ. ზოგჯერ ცხოვრების სტილის შეცვლას ვერ ეგუებიან მშობიარობის შემდგომ პერიოდში. ოჯახური ძალადობის შემთხვევებიც გვქონდა. Also domestic violence is something that we have came across. თუ უფრო გრძელვადიანი დახმარებაა საჭირო, კოორდინატორ შეუძლია ბენეფიციარი ქალები იმავე სფეროს სხვა პროფესიონალებს გადააბაროს. სულაც არ ვიყავი კარგად მშობიარობის შემდეგ. ისეთი განცდა მქონდა, რომ ვერ ვუმკლავდებოდი ამ ყველაფერს. ალბათ ამიტომაც შევავსე კითხვარი. ეს ჩემი სამაშველო რგოლი იყო. ამ პროექტმა რეგიოსტარის ჯილდო მიიღო. ეს ევროპული ჯილდოა, რომელსაც ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ წარმატებულ პროექტებს გადასცემენ.